ოკეი, ჩაწერა გავუშვი. მოდი ეკრანს გავაზიარებ, მოვიწყდეს. ოკეი, ეს ეკრანის წესით ჩანს უკვე. კი ბატონო. ესე იგი, დღეს მოკლედ ის ვაგრძელებ დომს. უბრალოდ გვექნება მეორე ნაწილი, სადაც რაღაცეებში უფრო სიღრმეებში ჩავალთ და იდეაში რაც თქვით წინა სემინარზე და ლექციაზე რაღაცებზე უფრო ყურადღებას გავამახვილებთ რა. ოკეი, პირველ რიგში, ესე იგი, რითი მინდა რომ დავიწყო. ანუ ძირითადად ჩვენი დღევანდელი ლექციის თემა იქნება ივენთები. და უფრო ჩავშლით ამ ივენთების ამბავს და მერე თუ დრო დაგვჭა მინდა რომ გარკვეულ რამდენიმე მეთოდსაც შევეხოთ დომისაც. დომის მეთოდებს. ოკეი, ესე იგი, პირველ რიგში რითი მინდა რომ დავიწყო ხა ეს ლექცია. დომი, ანუ იდეაში იმიტომ შეიქმნა და მთავარი რაც იყო დომის შექმნის მოტივი, ესე რომ ვთქვათ, იყო ის, რომ შეგვიძლებოდა ინტერაქციული ვებსაიტების შექმნა. ანუ ისეთი ვებსაიტების, სადაც შეგვიძლებოდა რომ გარკვეული ქმედებები განვიხორციელებინა. ანუ ეს არის ამომავალი წერტილი დომის, რომ ისეთი ვებსაიტი გქონდეს, სადაც ანუ იუზერი რაღაცებს გააკეთებს და უბრალოდ სერიალი დიზაინი არ იქნება, ხო? სადაც რავი, შეიძლება რომ აი მაგალითად რაღაცა ქარჩი რაღაც დაამატოს, რაღაც მაგალითად თუნდაც ხმის ამწევი, ჩამწევი რო არის, მან რაღაცეები თქვათ მოსქნას, მაგაზეც მოახდინოს, ასე თქვათ, გავლენა და რაც უნდა მოკლედ რაც საჭირო არის ვებსაიტზე ყველაფერი გააკეთოს. და ამ ყველაფრის ან თავი და თავი, კი ბატონო, ეს დომიას თქვათ ამას აკეთებს, მაგრამ ყველაფრის თავი და თავი ამ ყველაფრის არის ივენთები. ანუ ის ქმედებები, რასაც ჩვენ საიტზე ვახორციელებთ, ხო და ამას, ნუ იდეაში დომში და ზოგადად პროგრამულ ენაზე ქვია ივენთები. ნუ ქართულად რო გადმოვთარგმნოთ ქმედებები, ხო? მაგრამ ნუ ივენთები დაუძახოთ ჯობია. ჩვენ ვნახეთ წინა ლექციაზე და სემინარზეც გარკვეული სახის ივენთები, ძირითადად ეს იყო კლიკი, რაღაც ღილაკზე დაკლიკება, იყო რაღაც მაგალითად ინფუტში რომ რაღაცას ვწერთ, ეგ ივენთი, მაგ ივენთის დაჭერა და ასე შემდეგ. და მე რა თქმა უნდა უკვე ის ცალკე ამბავია, რასაც მაგ ივენთზე ვაკეთებ და ვახორციელებთ, ხო ის ცალკე კოდია და ნუ ეგ არის მთავარი ამბავი. თუმცა ეს ივენთები არ ყველაფრის საწყისი. ჩვენ თუ ივენთები არ დავაყენეთ გარკვეულ ელემენტებზე და არ დავუწერეთ, ხო? ნუ რაცა კოდი არ უნდა ვწეროთ და ასე შემდეგ, მაგას აზრი არ აქვს. და მინდა რომ აი ეს ივენთების უშუალოდ ამ ივენთების ნაწილი უფრო ჩავშალოთ და უფრო მეტი ვილაპარაკოთ, რომ გავიგოთ რა და როგორ არის ამ ამბავში რა. ოკეი, ესე იგი რა მინდა ახლა. ნუ ჯერ მოვიყავთ მაგალითი, თან გავხსენოთ ასე რომ ვთქვათ, რაც არის ივენთი და სინტაქსი, ივენთი რაც არის იდეაში უკვე ვიცით და მაგაზე ვისაუბრეთ, მაგრამ სინტაქსურად როგორ იწერება ეს ივენთი, ხო? ამის მაგალითი რო გავხსენოთ და ამის ყველაზე მარტივ მაგალითი რო ავიღოთ, ეს არის რომ რაღაც ღილაკი მაქვს. ყველა ელემენტს დომიდან წამოღებულს აქვს ეგეთი მეთოდი add event listener-ი, ამით ვაკეთებთ იმას, რომ რაღაც ისეთ event listener-ს ვაყენებთ, რომელიც ამ ღილაკზე განხორციელებულ მოქმედებას usmens. და რა ტიპის მოქმედებას უნდა მოусმინოს, ამას პირველ არგუმენტად გადავაწოდებთ ამ event listeners, ამ შემთხვევაში კლიკი წერია, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ დაიკლიკება ამ ღილაკს, აი ამის მოსმენა გვჭირდება და აი როცა მოусმენთ, მე ამოსმენის მე რა გავაკეთოთ? ეგ უკვე მეორე არგუმენტად გადაეწოდება ფუნქციაში, ხო? აქ არაფერი არ არის იდეაში, ეს ვიცით ჩვენ წინა ლექციებიდანაც და თან მინდა რომ გზადაგზა რაც წერია ამ სლაიდებზე კოდშიც გადავიტანოთ და დავწეროთ. მოდი მაგას გავაკეთებ ახლა. ჩავკეცავ ამას და შევქმნი ახალ folders new folder-ი რაღაც events დავარქვათ, მოდი პირობითად. გავხსნი VS Code-ში და ნუ შევქმნა სტანდარტულად index.html-ი და მოდი შევქმნათ ცალკე იყოს script.js. ესე აქ ეს გავაკეთოთ, ეს ამბავი. ესე აქ რა კოდი წერია, document my button. ოკეი, მოდი შევქმნათ ესე იგი ღილაკი, კლიკი დავაწეროთ და აქ კლასი მივცეთ, მოდი აქ არის წამოღებული, მოდი ამ კოდზე რომ მოვარგოს by id, კეთილობის by id, მოდი id მივცეთ, მაშინ my button id ზუსტად ნახოთ როგორ არის my button. წამით, ხო. my ფოკუსი მინდა, ოკეი.
my button-ი ხო სწორად დავწერეთ. Okay, დემოს და გავადიდებ, რომ კარგად დავინახოთ ხა ჩვენ აქ ამით. Okay. გვაქვს ესეთი my button-ი და script.js-ი დავაკავშიროთ, როგორც შევოდით ხოლმე, ხო? აქ იყო script tag-ი და source-ად გავუწეროთ script.js. ესე და მოდი ეს კოდი პირდაპირაც არის დავაკოპიროთ, ანუ ჩვენი არსებული ღილაკი რაც არის HTML-ში ამას ამოიღებს და ნახოთ ახლა რამდენად იმუშავებს ეს ამბავი live-ზე გავიდეთ და რო დავაკლიკებ, კი ბატონო, button clicked ესეთი alert-ი გამოაქვს, ანუ რაც წერია იდეაში ამ ფუნქციაში ეს მუშაობს, ხო? Okay. ანუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აქ ჩვენთვის რაღაც ახალი არაფერი არ არის და ეს ვიცით. მაგრამ ეხლა მოდი გადავიდეთ შემდეგ ნაწილზე. აქ ემატება ერთი პატარა დეტალი. ეს ჩვენ ნახეთ, მაგრამ მოდი ჩავშალოთ ამ ლექციაში უფრო. Default-ად ყველა იმ ფუნქციას, რომელიც event listener-ში იწერება, აი ესეთ ფუნქციას და ესეთ ფუნქციას event handler-ებს უწოდებენ იდეაში, რომელიც ამ events უმკლავდება, ესე რომ ვთქვათ. Default-ად ყველას გადაეწოდება არგუმენტი, რომელსაც რასაც გვინდა ჩვენ იმას დავარქმევთ მერე და პარამეტრად როგორც გვინდა ისე მივიღებთ, მაგრამ იდეაში ხშირად არქმევენ ხოლმე events, ასე ან უბრალოდ შემოკლებით, ხო? ანუ ეს გადაეწოდება ყოველთვის არგუმენტად, მაგრამ ჩვენ უნდა მივიღოთ პარამეტრად აქ. თუ ამას დავწერთ, უკვე შევძლებთ, რომ ჩვეულებრივად გამოვიყენოთ. ხო, ეს დავიმახსოვროთ, რომ ესე არის, მაგრამ რა არის event-ი? ჩვენ ვთქვით, რომ event-ი არის ძალიან მარტივად რო შევხედოთ, რაღაც ამ event-ის ობიექტი, რაც არის რა, რომ აი ეს event-ი რომ მოხდა, ეს მოქმედება რომ განხორციელდა ამ ღილაკზე, აი ამ მოქმედებაზე გვაწვდის ყველანაირი სახის ინფორმაციას. რა დროს მოხდა ეს მოქმედება, წუთი, წამი, ასე შემდეგ. რა ელემენტზე მოხდა ეს მოქმედება, ეს ელემენტი რავი სად მდებარეობს, ასე ყველაფერი საერთოდ რაც კი შეიძლება რა უჭირდებოდეს ამ მოქმედებაზე ინფორმაცია ამ event-ის ობიექტში ინახება, ხო? თუ მაგალითად input-ში ჩავწერე რამე, მაგ შემთხვევაში ასევე შეგვიძლია მოვიღოთ ამ input-ში რა წერია იმ event-ის განხორციელების შემდეგ ეგ და ნებისმიერი რამე. რაც გვინდა. ხო? აქ არის ესეთი მაგალითი, რომ აქ იღებს event-ის ობიექტიდან, როგორც ვთქვით, event-ი არის ობიექტი და აქ იღებს ორ რაღაცას, event types და event targets. ეხლა მოდი ვნახოთ ეგენი რა არის რა. კონსოლოგით მოდი გადმოვიტანოთ ეს კოდი აქეთ. alert-ი ცოტა ხანი აღარ გვინდა და შევხედოთ უშუალოდ საიტზე რა მოხდება. ინსპექტი ვნახოთ, რომ ეს ლოგი დავინახოთ. კლიკზე დაიჭირა და აი გამოილოგა როგორც ხედავთ ორი რაღაც რაც ქონა. Event type-ი და target element. Event type-ი არის ამ შემთხვევაში კლიკი, ხო? ანუ მარტივ მისახვედრია ამ ბატონზე ხდება კლიკ ტიპის მოქმედება და ამაზე ინფორმაცია ჩვეულებრივად ამოვიღეთ. Target element-ი ასევე event წერტილი target-ით ამოვიღეთ თვითონ ეს ელემენტი, რასაც მოქმედება განხორციელდა. ხო, ეს ორი განსხვავებული ინფორმაცია. მაგრამ მოდი ბარემ დავლოგოთ აქვე დაბლო მთლიანი event-ი და შევხედოთ კიდევ ერთხელ, გადავხედოთ რეები არის აქ. იმე რო დავაკლიკო ისევ, აი ეს ობიექტი გამოვიდა და როგორც თქვი, არის ყველანაირი ინფორმაცია საერთოდ ამ ელემენტზე დაჟე არის x კოორდინატი, y კოორდინატი ამ ნაწილში. ასევე არის pointer type-ი, ანუ რითი განხორციელდა ეს მოქმედება, ყველაფერი. აბსოლუტურად timestamp-ი, რა დროს განხორციელდა და მოკლედ რაც გვინდა არის ყველანაირი ინფორმაცია. Okay, ეს event-ი, ანუ ძალიან მარტივი ამბავი არის, ეს არის event-ი და მომავალში ამას ძალიან ხშირად გამოვიყენებთ ხოლმე კიდევ და კიდევ. მაგრამ ეხლა მოდი კიდე ჩავშალოთ ეს event-ები და ცოტა უფრო advanced-ად ვთქვათ, როგორ მოქმედებს. ეხლა რა თემაზეც მე უნდა გადავიდე. საჭიროა რა ვიცოდეთ, შეიძლება იმდენად ვთქვათ პრაქტიკაში გამოყენებადი, ანუ შეიძლება პრაქტიკაში არ დაგჭირდეს ამის ცოდნა, კაია რო იცი, მაგრამ დიდად შეიძლება არ დაგჭირდეს პრაქტიკაში ეს, მაგრამ ხშირად არის ხოლმე გასაუბრებაზე, ამაზე შეკითხვები რა და უნდა ვიცოდეთ ყველა ვარიანტში, ასეც და ისეც. და რა არის ახლა ეს თემა. ეს არის event propagation-ი, რო გადავთარგმნოთ event-ის გავრცელება.
event-ი როცა ხდება, ამას გარკვეული გავრცელების წესები აქვს და რაღაცა ხდება background-ზე, რაღაც კულისების უკან, რაც უნდა ვიცოდეთ. და რა არის ეს? ისე იგი. როცა ჩვენ event-ს ვახორციელებთ რაღაც ელემენტზე, ხო? რაღაც გარკვეულ ფაზებად იყოფა ეს მოქმედება. პირველი ფაზა რა არის? ეს არის capture, ესეთი ამ ფაზას ქვია, აი, წონით რო წერია, ცოტა ამოტრიალებული არის, მაგრამ ნუ ჩანს მაინც. ეს არის capture ფაზა და capture ფაზა რას გულისხმობს? როდესაც რეალურად მე რაღაც მოქმედებაზე, რაღაც events ვახორციელებ გარკვეულ ელემენტზე, ეს event-ი მოდის ზემოდან ქვემოთ. და ეხლა ეს რას ნიშნავს? ზემოდან ქვემოთ მეგულისხმობ დომის ხეს. დომის ხეს ჩვენ პირველ ლექციაზე შევხედეთ, ეს არის ფენები, რაც გვაქვს დომში. პირველი ფენა არის Windows ფენა, მერე არის დოკუმენტი, მერე მოდის HTML თეგი, მერე უკვე მოდის body, ეს ყველა ვარიანტი ეს 4 ფენა ესე არის და მერე უკვე ნუ ჩვენა ელემენტები გვაქვს, იმ ელემენტებში იშლება, ხო? მაგალითად მე თუ ვახდენ მოქმედებას ღილაკზე, ეს ღილაკი შეიძლება რაღაც radius-ში იდოს, ეს div აუცილებლად მერე body tag-ში იქნება, მერე HTML-ში იქნება ეს body და ასე შემდეგ. და აი ზემოთა თეგები რაც არის ზემოთა ელემენტები იქიდან მოყოლებული ჩამოდის ეს event-ი და საბოლოოდ მოდის იმ target-ამდე, იმ ელემენტამდე, რაზეც ხორციელდება ეს ჩვენი event-ი. ხო? საბოლოო target-ი არის ეგ ელემენტი. მაგრამ ეხლა რას ნიშნავს რომ ზემოდან ქვემოთ მოდის, ხო? ცოტა გაუგებარი შეიძლება რომ იყოს. ზემოდან ქვემოთ მოდის ეს event-ი, ანუ root-იდან ამ target-ამდე. ეს გულისხმობს იმას, რომ მე თუ იგივე ტიპის event-ი მიწერია div-ზეც, შეიძლება div-ზეც მე კლიკი მქონდეს გაწერილი და body-ზეც და ნუ ბათონზეც, ხო? აი, ბათონს რო დავაკლიკებ, არა მარტო ეს ბათონის event-ი დატრიგერდება და განხორციელდება, არამედ დატრიგერდება div-იც და body-ც. იმიტომ რომ ეს event-ი ზემოდან ქვემოთ მოდის და სხვა ელემენტებსაც, მშობელ ელემენტებსაც თუ უწერია ეს event listener-ი, ატრიგერებს აუცილებლად მაგერებსაც. ესე მუშაობს რა და ამას ახლა ჩვენ ვნახავთ მაგალითზე, ხო? ამიტომ ქვია event-ის გავრცელება. ანუ, როცა მე რაღაც ელემენტზე ვახდენ events, ეს event-ი ვრცელდება მის მშობელ ელემენტებზეც. მაგრამ აი capture ფაზაში ეს აუცილებლად ხდება ზემოდან ქვემოთ ამ თანმიმდევრობით. ანუ ეხლა მოდი ვნახოთ ეგ როგორ მუშაობს. აქ მე მაქვს კოდის მაგალითი შენახული, მაგრამ მოდი პრინციპში აქ გავაკეთოთ. მოდი ეს თემა მქონდა div, ერთი div გავაკეთოთ, კიდე ერთი div გავაკეთოთ აქ და ღილაკი ჩავსვათ აქ. ამ div-ს მივცეთ id და დავარქვათ outer, ესე, ახლა გარეთა div-ია, შიდა div-ს მივცეთ ასევე id და დავარქვათ inner, ახლა შიდა div-ია. ესე გავაკეთოთ ეს ამბავი, დავასეივოთ და ახლა ვნახოთ რა ხდება. ორივე div-ი წამოვიღოთ DOM-ში, ეს არის outer, document.get element by id-ით წამოვიღოთ outer-ი და იგივე პრინციპით წამოვიღოთ აქ inner-ი და მოდი ორივეს გავუწეროთ აი ესე მოიჩადე ზუსტად აქ როგორც მაქვს ისე მინდა მაგალითში რომ განახოთ. ნუ პრინციპში კაი მასე კაი ესე ვქნათ მოდი ეს ხოთის ამბავი რომ ესეთი რამე გავაკეთოთ რომ outer წერტილი add event listener კლიკი მოდი აქ arrow დავწეროთ ამჯერად arrow ფუნქცია და console log დავწეროთ outer რომ ვნახოთ რომ აქ ილოგება outer-ი. იგივე პრინციპით გავაკეთოთ inner-ზე. inner-ზე დავაყენოთ კლიკი და დავლოგოთ inner-ი. და მოდი ამებს წავშლი და ბათონზეც კლიკი ისედაც აყენია და დავაწეროთ target-ი. target-ი დავლოგოთ აქ. რომ ვიცოდეთ რომ ეს არის უკვე საბოლოო target-ი. მაგრამ ეს არ არის default-ო ქმედება, როდესაც ზემოდან ქვემოთ გადაეწოდება event-ი, default-ად event-ი გადაეწოდება ხოლმე ქვემოდან ზემოთ და მაგას ჩვენ ნახავთ. მაგრამ პირველ ფაზად მიიჩნევა ყოველთვის, ნუ პირველ event-ის პირველ ფაზად მიიჩნევა ხოლმე ეს capture
capture-ი რა და პირველი ამას მაგიტო განვიხილავ. ანუ ეხლა მოდი მაინც ესე განახებთ default-ად როგორ ხდება. ესე ხო მაქვს, ნუ inner div-ი მაქვს, outer div-ი მაქვს, inner div-ში, და outer div-ში მაქვს inner div-ი და inner div-ში მაქვს ეს ბატონი. ეხლა ნახოთ რა მოხდება. რო დავაკლიკებ ამას. ამასაც უწერია არა და event listener-ები, მაგრამ ბატონს ვაკლიკებ მე უშუალოდ. მოდი ვნახოთ რა როგორ დაილოგება. კლიქს დავაწვევი და ეხლა ნახეთ რა მოხდა. ანუ capture-ზე მე ვთქვი რომ გარედან event-ი უცელდება გარედან შიგნით ხო რა. მაგრამ აქ პირიქით მოხდა შიგნით ხო მაქვს მე target-ი. მე მაგის გარეთ მაქვს inner-ი, მაგის გარეთ მაქვს კიდე outer-ი. ეს div-ი. და რეალურად გარედან შიგნით კი არ გავრცელდა ეს event-ი და event propagation ესე კი არ მოხდა. არამედ შიგნიდან გარეთ წავიდა. ჯერ target-ი დაილოგა, მერე inner-ი დაილოგა და მერე outer-ი. ამას ქვია, ნუ პირველი შეიძლება და ეს ამეხთა, მაგრამ მოდი ესეთი გადასვლა გავაკეთო ჯობია. ამას ქვია event bubble და default-ად ესე ხდება. შიგნიდან გარეთ ადის event-ი. და ამას ქვია bubble ფაზა. მაგრამ თუ გინდა რომ ეს default ქმედება ჩვენ შევცვალოთ და პირველი ფაზა რაც ახსენე capture-ი, ხო? პირველი ფაზა capture-ი იმიტომ იხსნება რომ რახან ზემოდან დაბლა მოდის და მერე დაბლიდან ზემოთ, ნუ პირველ ფაზად მაინც capture-ს იზახიან ხოლმე და მაგიტო რა. მაგრამ default-ად ისე მეორე ფაზა ხორციელდება. შიგნიდან გარეთ მიდის. ჩატში რაღაც დაიწერა. Okay, კი ბატონო. ასე იგი, default-ად ხორციელდება ისე, რომ მიდის, წამის გამორთო. წამის გადავადგილი აქ. ამას ესე გადავწევ. ორი წამით ყველაფერი კარგად ჩანს. კი ბატონო. და default-ად, default-ად მოკლედ bubble ხდება და მაგიტო დაილოგა ჯერ target-ი, მერე inner-ი, მერე outer-ი. მაგრამ როგორ უნდა შევცვალო ახლა მე default ქმედება და ეს event-ი გავავრცელო გარედან შიგნით. ანუ capture ფაზა როგორ უნდა გავააქტიურო. ძალიან მარტივი არის. ჩვენ შეგვიძლია რომ add event listener სადაც target-ი გვაქვს, საბოლოო target-ი სადაც გვაქვს, ხო? მაგას გადავაწოდო ასე ვთქვათ, მესამე არგუმენტი, რომელიც არის ობიექტი და არის ზუსტად ესე გამოიყურება. Capture true. Capture true ზუსტად აი რაზეც ვისაუბრე capturing-ზე, მაგ ფაზას გააქტიურებს და ახლა რომ მე ღილაკს დავაკლიკო, ორი წამით რაღაც რატომღაც ისევ ეგრე გააკეთა, target-ი ორი წამით რაღაცა არქნა კარგად. აქ რაღაცაში ვამოწმებ. Okay. ხო, capture true წესით ესე უნდა ეწეროს. ხო, ორი წამით capture true უფრო სწორად. უნდა იყოს ამ ელემენტებზეც. ხო, სადაც ხდება propagation-ი. ამ ელემენტებსაც უნდა დავუწერო capture true. დაჟე აქ საჭირო არ არის, პირიქით არის, თუნდაც ეს მახსოვდა. ახლა უნდა მოხდეს ესეთ პირიქით. აბა ვნახოთ. კი ბატონო. ხო, ანუ სადაც ხდება propagation-ი არავაშუალოდ target-ში, არამედ მის მშობელ ელემენტებში. მაგას უნდა დავუწერო capture true და აი მომენტში ხდება უკვე ის, რომ capturing ფაზა ირთვება და event-ი ხდება პირიქით. ზემოდან ქვემოთ. ეს ორი ფაზა არის, რო შევაჯამოთ ახლა. ეს ანუ იდეაში სამი ფაზა გვაქვს, ესე იყოფა ხოლმე პირველი არის capture-ი, მეორე არის უშუალოდ target-ში რო ხდება event-ი ეგ ფაზა და მესამე არის bubbling-ი. მაგრამ default-ად ეს bubbling-ი რაც არის, ეგ ფაზა მიდის ხოლმე და იქ თუ გინდა რომ შევცვალოთ, უნდა დაუწეროთ ამ მშობელ ელემენტებს capture ჭეშმარიტ მნიშვნელობა უნდა გავხადოთ ეს capture-ი და ამ შემთხვევაში უკვე ესე ვრცელდება event-ი. ჩვენ შეიძლება სადღაც პრაქტიკაში პრინციპში დაგჭირდეთ მე ეგ ამბავი, რომ პირიქით ქნათ. არ ვიცი რატომ მე დამჭირებია სიმართლე რო გითხრათ, მაგრამ სადღაც შეიძლება საჭირო იყოს. ნუ გასაუბრებაზე უეჭველი საჭიროა და უნდა ვიცოდეთ ეგ ამბავი. Okay, ეს რაც შეეხება ამ propagation-ის ამბავს
და ხო, კიდე ერთი დეტალიც მინდა რომ ვიცოდეთ, არის ის, რომ შეიძლება რომ გავაჩეროთ ეს propagation. და რატო? მე შეიძლება მინდოდეს, რომ event listener-ი მეყენოს მშობელ ელემენტებზეც, მაგრამ ბატონს რო დავაკლიკებ, ისინი არ ამოქმედდეს, რაც მშობელ ელემენტებზე მიყენია. უშუალოდ ამოქმედდეს ამ ბატონის listener-ი რაც არის. და სხვებზე აღარ გავრცელდეს ეს და არ დაატრიგეროს ამან მისი მშობელი ელემენტების listener-ები და event-ები. და ეგ შემიძლია გავაკეთოთ ძალიან მარტივად. უბრალოდ ამ event-ის ობიექტს აქ ერთი მეთოდი რომელიც მაგაშვება არის stop propagation. რომ შეწყვიტე event-ის გავრცელება სხვა ელემენტებზე და event-ი მოხდება მარტო ამ ბატონზე და სხვა ელემენტებზე აღარც გავრცელდება. ახლა რო ავდგე და დავაკლიკო ამას ორ წამით აქ stop propagation მიწერია capture through აქ არ უნდა მეწერო შესაბამისად და ამაზეც ვიტყვი რატო console log target-ი i capture through წავშალე და ამას გეტყვით რატომ click რო დავაჭირო მარტო target-ი ილოგება ძალიან მარტივი გასაგებია ხო მარტო იქნება event-ი და სხვაზე აღარ ვრცელდება სხვა ელემენტებზე მაგრამ ეხლა არის საინტერესო რა capture through თუ მიწერია მე სხვებზე აი ამებზე თუ capture through მიწერია console.log აქ ისევ target-ი დავწეროთ ამ მომენტში თუ იმოქმედებს ამ მომენტში მოქმედებს და რატო capture through ნიშნავს რომ გარეთ ანუ ჯერ event-იდან კი არ იწყებს ამ ამბებს სადაც event-ი ხდება იმ ადგილას მშობელი ელემენტიდან იწყებს რეალურად და ისინი ხდება და მე event-ამდე რომ მიდის მან ხდება უკვე stop propagation-ი და კი ჩერდება მაგრამ outer-იდანერი მაინც ილოგება იმიტომ რომ stop propagation-ამდე propagation ნუ სწორად ხო ვიძახი მეშლება ხოლმე propagation ხო stop propagation-ამდე სანამ მივა ანუ სანამ აი იმ კოდამდე მივა რეალურად ჯერ ესენი ხდება როცა capture through მიწერია მე ამაზე და მე ამაზე მიდის მაგრამ როცა capture through არ მიწერია პირიქით ხდება ჯერ ეს ხორციელდება ეს event-ი და ეგრევე ხდება უკვე stop propagation-ი და ზემოთ უკვე bubbling-ის დროს ზემოთ აღარ არის და ესენი მაგიტო აღარ ხდება რა ხო ანუ რო შევაჯამოთ კიდევ ერთხელ bubbling-ის დროს ეგრევე event-ის კოდი ეშვება სადაც event-ი ხდება უშუალოდ იმის კოდი ეშვება და stop propagation-ი რომ მიწერია მან დაჩერებს ეგრევე მომენტალურად მაგრამ capture-ის დროს ჯერ ზედა ელემენტებზე ეშვება event listener-ები და stop propagation-ი ნუ უკვე ბოლოს ხდება და უკვე კაი დროსია ხო უკვე მოხდა ზედა ელემენტებზე event-ი ამიტომ ეს მუშაობს ესე და ძალიან ლოგიკურიც არის რა ხო იმიტომ რომ აი კიდევ ერთხელ აი რომ მიწერია stop propagation-ი ამ ელემენტზე ანუ capture-ის დროს ჯერ ზემოდან ჩამოდის და მერე მოდის აქ და უკვე კაი დროსია ეს და როცა ისე ადის უკვე აქ ხდება ეგრევე და ზემოთ აღარ მიდის ანუ ბაბლი აღარ ხდება რა იმიტომ რომ აქ მიწერია stop propagation okay ეს არის რაც უნდა ვიცოდეთ ამაზე კიდევ ერთი აქ რო ერთი პატარა შეცვალოთ აი capture through იყოს მოდი და stop propagation-ი გავუწეროთ inner-ს აბა ვნახოთ რა მოხდება აბა ვნახოთ თუ იმუშავებს ისე როგორც მე მინდა რომ იმუშაოს click დავაჭრე და კი ბატონო მოხდა outer-ი capture-ის დროს მოხდა ჯერ outer-ი მე inner-ი და inner-ში გაჩერდა უკვე აქ event-ის არ გადავაწოდებ საერთოდ მაგრამ აი ესე ვქნათ inner-ში გაჩერდა უკვე რახამ stop propagation-ი დახვდა და ვაფშე აღარ მივიდა ამ ბატონამდე რა მიუხედავად იმისა რომ უშუალოდ ამ ბატონს დავაკლიკეთ ხო ანუ მოკლედ ლოგიკურად ეწყობა ეს ყველაფერი ერთმანეთს და აგიტო ხდება ისე როგორც ხდება ეს არის და ეს რაც უნდა ვიცოდეთ ამაზე event-ზე და კიდევ ერთი დეტალი არის ერთი პატარა საინტერესო დეტალი ეს არის event delegation-ი ესეთი საკმაოდ კარგი რაღაცა event-ებში და ამას ქვია event-ის დელეგირება ნუ სახელის ლოგიკური აქვს და რატო event-ის დელეგირების რო ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ რა რომ event listener-ი დაუყენოთ მშობელი ელემენტს ამ შემთხვევაში უყენდება დოკუმენტს ხან დოკუმენტი ყველაზე მშობელი არის ყველა ელემენტის ამას უყენდება add event listener კლიკი
და ნუ ჩვენ ამ შემთხვევაში საიტზე სადაც არ უნდა დავაკლიკოთ, მთლიანი საიტი ხო დოკუმენტია და ყველგან ტრიგერდება ეს ფუნქცია. საიტზე ნებისმიერ ადგილას დაკლიკებაზე ტრიგერდება ეს ფუნქცია და შემიძლია აქედან დავადელეგირო ივენთები. და რა გავაკეთო ნახეთ, events property იარა და არგუმენტი ამოვიღო, პარამეტრით ესე მივიღო. და როგორც გითხარით, მე ამ ივენტზე ნებისმიერი ინფორმაცია ინახება აქ, მათ შორის რა ელემენტზეც ხორციელდება ეს ივენთი, მაგათი მშობელი ელემენტებიც ინახება აქ. და შემიძლია ავდგე და დავწერო ეგეთი რაღაც, რომ თუ აქ წერი ეგეთი რაღაც, რომ თუ ივენთ ტარგეტი არსებობსო, პირველ რიგშიო, და ნუ იდეაში ივენთ ტარგეტი იარსებებს ყველა ვარიანტში, მაგრამ მაინც მოწმდება. Okay, მაგრამ აი ხა აქ რაც წერია უფრო გვაინტერესებს და მეორე არის რომ თუ event target matches და წერტილი dynamic button. ეს ნიშნავს რას? ეს ერთ-ერთი მეთოდი არის ასევე DOM-ში და ეს ნიშნავს იმას, რომ თუ event წერტილი target matches ნიშნავს იმას, რომ თუ რომელიმე მისი მშობელი ელემენტი იმეჩება ამ class name-თან. ანუ თუ რომელიმე მის მშობელ ელემენტს აქ ეს class name მაშინ რაღაცა მოხდეს. ანუ და ესე მე შემიძლია რომ ბევრი ifი დავწერო აქ რა. ანუ დავადელეგირე მე ივენთი. მე ცალ-ცალკე კი არ გავუწერე event listener-ს თქვა ყველა ელემენტს რა. შემიძლია რომ ერთი event listener-ი გავწერო მშობელ ელემენტზე და მე იქიდან გავაკონტროლო კონკრეტულად კი მე დოკუმენტ, ანუ მე ვთქვი რომ ყველა ვარიანტში დოკუმენტს ეკლიკება მეთქი, მაგრამ იქ ხო კონკრეტულ რაღაც ელემენტს ეკლიკება. სადაც რომელიც დოკუმენტში არის მოქცეული. და შემიძლია რომ აი იმ ერთი event listener-ით რომელიც მე დოკუმენტზე მიწერია, იქიდან უკვე ვიპოვო აი იმ დოკუმენტში კონკრეტულად რომელი ელემენტს ეკლიკება და აქედან ჩავწერო ცალ-ცალკე რომ თუ დაიკლიკა ამ ელემენტს ის გააკეთე, თუ დაიკლიკა ამ ელემენტს ის გააკეთე და ასე შემდეგ. ანუ ერთი event-ით ვადელეგირებ მე და ყველა ელემენტს ვაწვდი რეალურად event listener-ს. ეს არის მთელი მუღამი. მოდი ახლა ვნახოთ ეგ როგორ მუშაობს ჩვენ შემთხვევაში. მოდი ეს კოდი დავაკომენტაროთ, არ გვინა და დავადელეგიროთ ეს ამბავი. როგორ ვქნათ ახლა ეგ? ეგ ვქნათ ესე. მე მეორე ყლაკი შევქნათ კლიკორი და ამას არ ექვემება my button 2 და ქვემოთ გავაკეთოთ ეგეთი ამბავი რა. დოკუმენტს დავუყენოთ როგორც წერია add event listener-ი კლიკი და აქ event-ი ამოვიღოთ ესე და მოდი ეს გადმოვიტანოთ აქ რა წერია if-ში. ნუ აქ კიდევ ხოლმე უფრო ამოწმებს event target-ი არსებობს თუ არა. მაგრამ ნუ იარსებს ყოველში. event target match ამ შემთხვევაში ეს წერტილი ხო არ გვინდა, იმიტომ რომ ჩვენ ID-ები გვაქვს იქ. ამიტომ დავწეროთ ID my button. აქ დავწეროთ კლიკ 2 და აქ alert-ით გამოვაქ რომელ ღილაკზე დაიკლიკა აი იმ ღილაკში რა ტექსტი წერია მაგას. ანუ my button-ში რა ტექსტი წერია კლიკი ხო პროსტა. ანუ კლიკი უნდა გამოიტანოს ახლა წესი და რიგით თუ სწორად გავაკეთეთ ყველაფერი. აბა ნახოთ. კლიკს დავაკლიკოთ. ოკეი, რაღაცა არ მუშაობს ისე როგორც ჩვენ გვინდა. აბა ნახოთ რატო არის ეგრე. Document add event listener კლიკი. ოკეი. Event target-ი და event target matches. ოკეი, მოდი ნახოთ აბა საერთოდ აქ თუ შემოდის, ნუ უნდა შემოდდეს ეს ყველა ვარიანტში რაღაც ესე დავлогოთ. და აი სადაც არ უნდა დავაკლიკო, აი ნებისმიერ ადგილას რო ვაკლიკებ ესე. მაინც ილოგება რა, იმიტომ რომ ნუ დოკუმენტი ყველგან არის, ხო? ლოგიკურია. ოკეი. Event target ეს შეიძლება deprecated ის ხო არ არის, რა ქვია, მეთოდი matches და მაგით არ შევა. ნუ მოდი მაშინ აბა წერტილით იყო მაგალითში, მე რომელიც მოყვანილი მაგიქით. კლასები გავუწეროთ აბა ორი წამით და ვნახოთ რამდენად იმუშავებს ეს ამბავი. matches ხო my button-ი აქ ამას. კი ბატონო, my button-ი, აბა ვნახოთ მაინც გადავაკოპიროთ. და alert. ოკეი, აბა ვნახოთ ახლა თუ ისოს. ოკეი, ხა გამოვაკ. ეთყობა
აუი, პატარა 120 მეწერა, აიძეც მუშაობს შეულებურად რა თქმა უნდა. გამიგვირდა, პატარა 120 მეწერა B და მაგიტო არ ქნა. ოკეი, აბა ეხლა ნახოთ, ეხლა წეს თუ მე მუშაობს, აიძეც უკვე. დავარეფრეშებ, კლიკს დავათ. ოკეი, всё, ეგ არის. მუშაობს, ხო? კლიკი გამოაქვს. კლიკორს რო ვაწვევი, ამაზე არ მუშაობს, იმიტომ რომ ამის ID სხვა არის. ეხლა მოდი ამას გავუწეროთ. ცალკე აქ კიდე ერთი if გავწეროთ, რომ აი თუ ამ შემთხვევაში match-ი ხდება button 2-თან, ანუ იმ elements დაიკლიკა, რომლის ID-ც არის my button 2, ახლა უკვე ამის text contents გამოიტანს, ანუ click 2. კი ბატონო, click 2 გამოიტანა, ოკეი, click დავაჭირე, click გამოიტანა. ეგ არის მთელი ამისი მოღამი, event-ების დელეგირების, ანუ ანუ დოკუმენტზე შეიძლება დოკუმენტზე არ იყოს ეს და შეიძლება რაღაც ელემენტზე იყოს კონკრეტულზე და მის შვილ ელემენტებს გავუკეთო მე დელეგირება ეგრე. მაგრამ ძირითად მაგალითებში ხოლმე დოკუმენტებზეა მაინც რა. და რა ხდება? დოკუმენტს უყენებ ერთ event listener-ს და აი ამ event-ს უკვე ვადელეგირებ მის შვილ ელემენტებში. ამ შემთხვევაში დელეგაცია გავუკეთე my buttons და მე უკვე my button 2-ს და ორივეზე ხდება. ეს იგივეა ზუსტად რაც ესე გვიქნა რომ ცალკე დაგვეყენებინა event listener-ი my button-ისთვის, ცალკე დაგვეყენებინა listener-ი my button 2-ისთვის. ხო? ეგ არის და ეგ რა. ესეც event-ების დელეგაცია. ეს არის event-ებზე ის რაც უნდა ვიცოდეთ. იდეაში აი უშუალოდ event-ებზე ვიმეორებ კიდევ ერთხელ, მეტი სხვა არაფერი არ არის ისეთი და ძირითადად ეს იმაში დაგეხმარებათ, რომ გასაუბრებაზე იქნება კითხვები უეჭველი ამ თემებზე. რეალობაში რო იცით რომ როგორ მუშაობ, ძალიან კაია, სადღაც შეიძლება დაგჭირდეთ. მე პირადად აი propagation-ი დამჭირებია არაერთხელ. დაგჭირდება თქვენს, სხვა იმდენად არა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ ყველა ვარიანტში. ოკეი. აი ეს არის მოკლედ event-ებზე რაც მინდოდა რომ ჩამეშალა. მოკლედ სულ და ამერიდან უკვე თეორიულ მხარე რაც საჭირო არის event-ებზე ვიცით. ოკეი, ახლა რა მინდა რომ პატარათი შევეხო მეთოდებსაც ხოლმე, იმიტომ რომ DOM-ის ნაწილში ბევრი მეთოდი არის და იდეაში მთელი DOM-ი არის ეგ რომ მეთოდები ვიცოდეთ რა, ანუ event-ების გარდა არის ეგ რომ მეთოდები ვიცოდეთ. და აქაც პატარა რამდენიმე მაგალითი მაქვს და ამ მეთოდს, მე მინდა რომ ყოველ სემინარზე, იდეაში ამ კვირაში DOM-ი მორჩება ალბათ, და შემდეგ კვირაში GitHub-ი მინდა რომ ახსნა და მაკვირის სემინარიც იდეაში DOM-ზე იქნება მაინც. და ამ სემინარების განმავლობაში, ანუ ამ კვირის სემინარში და შემდეგ სემინარში გარკვეულ ახალ მეთოდებს შემოვიდანთ. და ერთ-ერთი არის ახლა, რასაც აქ ავხსნით. ჯერ აქამდე რომ შევაჯამოთ, აქამდე რა მეთოდები ვისწავლეთ ჩვენ, ხო? იყო, ესე იგი, ისეთი ტიპის მეთოდები, რომლებსაც მოქონდათ ელემენტები HTML-დან. ასევე ვისწავლეთ, იდეაში listener-ის მეთოდი არის, event listener-ი, ასევე ვისწავლეთ მაგალითად text content-ის ამოღება ელემენტებიდან და ესეთი მარტივი მეთოდები. და ახლა მინდა რომ დავამატოთ რამდენიმე, რომ ესეც ვიცოდეთ. ამას ქვია DOM traversal, ანუ ისეთი ტიპის მეთოდები, სადაც შეგვიძლია რომ ვიმოგზაუროთ, ესე რომ ვთქვათ, DOM-ის ელემენტებს შორის. და რაღაც მშობელი ელემენტიდან მაგალითად ჩავაკითხოთ შვილ ელემენტს. როგორ ხდება ეგ? ეს არის ორი ესეთი მეთოდი, მაგალითად გვაქვს წარმოვიდგინოთ რაღაცა parent ელემენტი, კონტეინერი და მაშინ გვაქვს რაღაც გარკვეული ელემენტები. ეს არის რა? მე თუ მინდა რომ პირველი ელემენტი ამოვიღო, ამ კონტეინერში შეიძლება რაღაც 10 ელემენტი მქონდეს. მაგრამ აი ამ კონტეინერში პირველივე შემხედრი ელემენტი რომელიც არის, ეგ მინდა რომ ამოვიღო. ეგ შემიძლია გავაკეთო first child-ით. ძალიან მარტივი არის და ზოგადად თქვი მე რომ მეთოდების სახელები ძალიან ინტუიტიურია ხოლმე DOM-ში. First child-ი ნიშნავს, რომ აი პირველი შვილი ელემენტი რაც არის ამ parent ელემენტის, მაგას მიწოდები. მაგრამ აქ მაქვს ხა ორი ვარიანტი, first child-ი და first element child-ი. რაგან სხვაობა არის ამათ შორის. პირველი იღებს ელემენტის nodes და მეორე იღებს უშუალოდ ელემენტს. ელემენტის node და ელემენტი უშუალოდ არის, კონცეპტურად DOM-ში ერთადერთი რაღაცები.
უბრალოდ გარკვეული განსხვავებები შეიძლება რომ ქონდეს მაგალითად მათ მეთოდებს შორის და ასე შემდეგ. და მე მაგის მაგალითი მე უფრო მინდა რომ იქ ვნახოთ სემინარში და მაგას ვნახავთ. თუმცა დაიმახსოვრეთ ეს, რომ ამით შეიძლება პირველი ელემენტი რომ ამოვიღოთ. გასწავლოთ. ხო. იგივე ლოგიკით შემიძლია რომ ნებისმიერი რაღაც გავაკეთო, ნებისმიერი მიმართულება მივცე ამ ჩემ წყალებში დომში მოგზაურობას. შემიძლია მაგალითად ამოვიღო ბოლო ელემენტი, last child-ი, შემიძლია რომ ამოვიღო რაღაც ელემენტის შემდეგი ელემენტი. ანუ უკვე ნახეთ, აქ ხომ აქ მე საუბარი ზემოდან ქვემოთ ელემენტების ჩაწოდომაზე. მაგრამ შემიძლია რომ ერთ ფენაში როცა განაშობლიდან შულს ვიღებ ამ შემთხვევაში ხარაზეც მე ვსაუბრებ. არამედ ეს ელემენტები არიან ერთ ფენაში ყოფი ელემენტები, ანუ ასე რომ თქვა დაძმები რა. ერთმანეთის მშობელი და შვილი და რაღაც არ არის. ანუ გვერდით ელემენტები ესე რომ დაუძახოთ. ამ შემთხვევაში ეგეთები არის ბათონი და ეს მეორე ბათონი, ხო, ერთ ფენაში არის. ანუ შემიძლია რომ ბათონიდან მივწვდე ამ ბათონსაც. მოდი ვნახოთ პრაქტიკაში ეგ როგორ კეთდება. აი მაგალითად. წამოღებული მაქვს აქ მე ბათონი და ნუ ბათონს დავუყენებ ახლიდან დავწერა მას add event listeners კლიკი ეგ ყველაფერი ხდება აუცილებლად event-ის ობიექტიდან. შეგვიძლია ამით გადავწყვეტ სხვა ელემენტებს ხოლმე. და დავწერ ეგეთ რაღაცას console log-ით, აბა ვნახოთ events წერტილი და ესეთი რაღაც არის ფორსები target-ით აიცა next okay რაღაც შემეშალა ხო event წერტილი target-ი არის უბრალოდ იქ არ მკარნახობს ალბათ ანუ event წერტილი target-ი ამით ვწვევით უშუალოდ ამ ელემენტს buttons და აი მის შემდეგი ელემენტი რაც მოდის შემიძლია ამოვიღო next element sibling ხო აქ არ მკარნახობს მოდი აბა უცებ აქეთ ვნახავ next element siblings როგორ იწერება ეს მეთოდი რომ რამე არ შემეშალოს საკრეფაში okay აი ეს sibling-ი არის ნუ დაძმა ხო იდეაში დაძმა ეკუთვნის ესე რომ ვთქვათ ეს კლიკი ამას ლოგიკურად და ამით ვწვევი მაგას აბა ნახოთ ახლა რამდენად სწორია ეს ახლა რომ დავაკლიკებ ამ ღილაკს უნდა დამილოგოს ამ ელემენტის node-ი დავაკლიკოთ და გამოლოგა მეორე ბათონი რომელიც მის გვერდზე არის ან next element sibling ანუ შემდეგი ელემენტი ამ ელემენტის მერე ესე არის ბევრი ანუ დომში ბჭყალებში სამოგზაუროდ არის ბევრი ესეთი მეთოდი სადაც შეგვიძლია რომ რაღაცა შვილიდან მივზეთ მშობელს ანუ შობლიდან შვილს რაღაცა ერთ შრეში მყოფ ელემენტებს შეგვიძლია რომ მივწვდეთ ნებისმიერი რაღაც შეგვიძლია რომ გავაკეთოთ ნუ აქ ყველაფერი მოყვანილი არ მაქვს აზრის არ აქვს ძალიან მარტივი არის თვითონ მეთოდის სახელიდანაც ეგრევე მიხვდებით რასაკეთებს და ამებს გადახედეთ აუცილებლად მე პირველი დომის ლექციაზე თუ არ ვხვდები დავლინკე W3 School-ი ეგ source-ი და მანდ არის ყველა მეთოდი განხილული საერთოდ და მინდა რომ მაგ მეთოდებს გადახედოთ okay და ასევე მინდა რომ შევეხოთ ამ მეთოდებსაც რაც აქ არის რაც როგორც ნახოს მე არ შევხები ვართ და ეს რა არის ჩვენ შეგვიძლია რომ დომიდან ერთხელ ამერ ყველაფერი გავაკეთოთ საერთოდ და ერთ-ერთი არის ის რომ ატრიბუტებით დავუყენოთ ელემენტებს ანუ ატრიბუტები ხა რას გულისხმობ ამაში მაგალითად მაგ a tag-ი აქვე გავაკეთებ a tags და დავარქმევ links ესე ნუ href-ი არ აქვს ჩავთვალოთ რა ესეთი a tag-ია ნუ a tag-ი href-ის გარეშე იდეაში უაზრობა მაგრამ დომიდან დავუყენებთ ამ hrefs ამ ეტაპზე a tag-ი არ აქვს და შემიძლია რომ ატრიბუტი დომიდან დავუყენო და როგორ აქ იყო მაგალითი იდეაში მაგის თანმოყვანილი ესეთი ძალიან კაი მეთოდი არის set attribute და აი ეგეთი რამე ვქნათ რომ ღილაკის დაკლიკებაზე დავუყენოთ ატრიბუტი ანუ როცა ამ ღილაკს დავაკლიკებ ამას ატრიბუტი მიეცეს href-ი ამ ეტაპზე არა აქვს ხო ის დავშალოთ და ხო ოღონდ ლინკი წამოვიღოთ აქეთ ხო ისე აზრი არა აქვს მოდი ID მივცეთ პროსტა ლინკი დავარქვათ ესე
და const link უდრის document delete element by id და link. და linki-ს ვუყენებთ attributes. ამას პირველ არგუმენტად გადაეწოდება ატრიბუტის თვითონ რა ატრიბუტი გვინდა რომ დავუყენოთ და მეორე არგუმენტად გადაეწოდება ამ ატრიბუტის მნიშვნელობა. ანუ იგივეა რომ დაგვეწერა აქ რომ ანუ აქ ჩაიწერება ეგეთი რაღაც რომ href-ი უდრის example რაღაცას. მაგრამ ეხლა მაგას ვაკეთებ პროგრამულად უკვე აქედან. ამ ეტაპზე ვიცადე id link-ი აქვს, ოკეი. href-ი არა აქვს. დავაკლიკე და გაუჩნდა href-ი ეგრევე. ანუ ატრიბუტი დავუყენე. ესე შემიძლია რომ ნებისმიერი სხვა ატრიბუტი დავუყენო ნებისმიერ ელემენტს. რაც მინდა. და სხვა შორის როგორც ატრიბუტი მივეცი აქ ეგრევე სტილი შეიცვალა, იმიტომ რომ დიფაულტად აქ HTML-ს ეგრო თუ h-x აქ ანუ ამ anchor text აქ href-ი მაგ შემთხვევაში სტილი ესვლება და ლინკის სახეს იღებს რა იდეაში. ოკეი. ეგეც განვიხილეთ. set ატრიბუტიდან, ნუ ასევე არის get ატრიბუტი. შემიძლია ამოიღო ატრიბუტის მნიშვნელობა ელემენტიდან ეს. ძალიან მარტივად, ხო? ასევე არის ესეთი კაი მეთოდები, მგონი ეს class list-ები ჩვენ ქონა. იგივე პრინციპია დაახლოებით, უბრალოდ ნუ ამ შემთხვევაში class უყენებთ რა. ანუ class-ი შეგვიძლია რომ მივცეთ ელემენტს. მოდი ავდგეთ და ამ ღილაკის კლიკზე ისევ და ისევ. ნუ set ატრიბუტი დავაკომენტაროთ. კლასი მივანიჭოთ link text, ნუ ამ შემთხვევაში თუ ვანიჭებდით hrefs ამ link text, ეხა მივანიჭოთ კლასი. ამას ცოტა ხანი დავაკომენტარებ და toggle-ი მე განვიხილოთ. ad არის კლასის მინიჭება. და ნახოთ როგორ მუშაობს. დავაკლიკე, კლასი მიენიჭა აქ ეგრევე. იმედი მაქვს რომ ჩანს. ხო, კლასი მიენიჭა. ad მარტივია, ეხა მოდი ad დავაკომენტაროთ და toggle ნახოთ actives toggle ნახოთ რას აკეთებს. toggle აკეთებს რას რომ ერთხელ რომ დავაკლიკებ კლასი მიენიჭება, მეორეჯერ რომ დავაკლიკებ კლასი გაუქრება. მივანიჭე, გაუქრე. აი toggle აკეთებს ამას. ad აკეთებს რომ ერთხელ რომ დავაკლიკებსო, კლასი მიენიჭა, მე რაც არ უნდა ვაკლიკო, ეს კლასი ექნება აუცილებლად რა. და toggle, იდეაში toggle-ის სიტყვა მაგას ნიშნავს რომ ხან მიანიჭებს, ხან გაუქრობს. ანუ ხო რა, ეგრე მუშაობს ეგ ამბავი. ესე ჩვენი toggle. ხო, ეს მინდოდა უბრალოდ რომ განვიხილა, ეს საჭირო მეთოდები არის. კიდევ ერთხელ ამბობ რომ კიდევ ანუ შემდეგ სემინარებში რაღაც მეთოდებში შემოგვაპარებთ, მაგრამ ძალიან ბევრი მეთოდი არის, ანუ ფიზიკურად ყველას ვერ დავფარავ ჩვენ და ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება რომ ჩაუჯდეთ და ეგ მეთოდები გაარჩიოთ თქვენით, რას აკეთებს, თან მithumetes ძალიან მარტივი არის, იმიტომ რომ ინტუიტიურად მეთოდის სახელი მარტივად მიგახვედრებთ რას შვება და რას აკეთებს. ოკეი, ეს იყო მოკლედ, რაც მინდოდა რომ ამ ლექციაში განმეხილა, ანუ ეს იყო ივენთები და ივენთები დავხურეთ ჩვენ იდეაში და მეთოდები და მეთოდები კიდევ ბევრია და მოკლედ როგორც გითხარით, კიდევ ერთხელ გადახედეთ მაგებს და უფრო მეტი მეთოდი ისწავლეთ, რომ იცოდეთ, იმიტომ რომ უფრო მრავალფეროვანი ანუ გზები გაგეხსნებათ მერე უკვე უშუალოდ კოდის წერის დროს, რაც უფრო მეტი მეთოდი იცით. და ეს არის სულ მოკლედ ამ ლექციაზე. დაგემშვიდობებით და შევხვდებით შემდეგ სემინარზე. ალბათ როებით